მომენტით შეიქმნა და შანსი ჰქონდა სწორედ შერგელაშვილს და შემდეგ დამატებაზეც შეეძლოთ წყალტუბოს სამგურალის ფეხბურთელებს ანგარიშის გახსნა. ფანცულაია და ეს პენალტია ერესელიძე, რომელზეც ვისაუბრეთ, მიიღებს ყვითელ ბარათს და არა წითელს. ეს ახალი წესია, როგორც მოგეხსენებათ, როდესაც მეკარე გამოდის და ეგრეთ წოდებული ბოლო იმედის ჯარიმა ინიშნება, ასეთ დროს დარღვევა ფიქსირდება, კი ბარათი არის, ოღონდ არა წითელი. ნახოთ ფანცულაიას დარტყმა ახლოს იყო პრინციპში ერესელიძე, კუთხე გამოიცნო, თითქმის შეწვდა ბურთს, მაგრამ კარგად დაარტყა ფანცულაიამ და თავისთვის ამ სეზონში გატანილი მესამე გოლით იმერული კლუბი გაიყვანა წინ. კიდევ ერთი დარღვევა და კიდევ ერთი პენალტი. როგორ ვითარდება გორელებისთვის მოვლენები, რა უცნაურად დაიწყო მათთვის ეს შეხვედრა. მატჩის მე-17 წუთზე მათ კარში ინიშნება მეორე 11 მეტრიანი. ხორხელი ასრულებს პენალტს, დაარტყა მანაც მარჯვენა კუთხეში, ამჯერად კერესელიძემ ვეღარ გამოიცნო დარტყმის მიმართულება, გადახდა საპირისპირო კუთხეში და გოლი გავიდა. უკვე ხორხელმაც შეაგდო თავისი ამ სეზონში მეოთხე გოლი. თუ მესამე გაიტანა ფანცულაიამ, ხორხელისთვის ეს მეოთხეა. რუხაძე და ანდრონიკაშვილი ბურთთან, ცოცხალ კედელსაც ვხედავთ, ერთი ფეხბურთელი გაზონზეა, დაბალი დარტყმა გაუშვა ანდრონიკაშვილმა, თუმცა შეძლო ყალიჩავამ ბურთის ხელებში დაფიქსირება. ჩაწოდება არის შანსი გორელებისგან, დარტყმა კარში, კონტე და გადარჩა წყალტუბოს სამგურალი. ეს ალბათ ყველაზე რეალური ეპიზოდი იყო, რაც დღევანდელ შეხვედრაში შექმნა გორის დილამ, უმეთვალყურეოდ დატოვეს კონტე, დაარტყა საკმაოდ კარგად. კიდევ ერთი ჩაწოდება ტიბუე და ერთი ბურთი გაქვითა გორის დილამ. აქტიური იყო ტიბუე და პრინციპში თუ ვინმე იმსახურებდა გოლს, ერთ-ერთი ის არის, მაგრამ როგორც ჩანს ეს გოლი არა. ტიბუეც დაიბნა თამაშგავი მდგომარეობაზე. თითქოს სასტვენი გავიგეთ აქ ყვითელი ბარათი, რაღაცები დაიძაბა საჯარიმო მოედანში. ორი ყვითელი ბარათი გაფრთხილებულია ყალიჩავაც და იქ გორელთა ერთ-ერთი ფეხბურთელიც. მოკლედ მოხდა ის, რომ როდესაც ტიბუემ თავით ამ კარგი შეტევის და კარგი კომბინაციის დაგვირგვინება გოლით მოახერხა, ამის მერე წავიდა გოლის აღსანიშნად, საჯმა ჩასტვინა, იმიტომ რომ იქ უბრალოდ ფეხბურთელები გაეფრთხილებინა. შეცდნენ სამგურალის ფეხბურთელები, ფარულავას მიუვიდა ბურთი და ნახოთ რა გაგრძელებას მონახავს, საჯარიმოში შევიდა, დაარტყა და 2-2. 48 წუთზე პირველსავე ტაიმში დამატებულ დროში, მესამე დამატებულ წუთზე ათანაბრებს გორის დილა ანგარის ორ ბურთიანი ჩამორჩენა, ქონდა გუნდს, მაგრამ ტაიმის მეორე ნახევარში უპირატესობა სრულად გადაიბარა, შექმნა მომენტები და ანგარიში გაათანაბრა. ოთარ ფარულავამ ასე დღეს ბევრი ვისაუბრეთ მის ტალანტზე, მის პერსპექტივაზე, გაცდენილ დროზე ტრაუმის გამო, დაბრუნებაზე, გატანილ გოლზე და მის ტრადიციულ აღნიშვნაზე. ახლა კი მოკლე პერიოდში უკვე მეორე გოლიც გაიტანა, გაგრასთან ქონდა გატანილი მის ყოფილ მშობლიურ გუნდთან, ახლა კი გაუტანა წყალტუბოს სამგურალს. რუხაძემ ჩაწოდა, არაუშოს დარტყმა, საკმაოდ სახიფათო იყო, გადარჩა აქ სამგურალი გოლის გაშვებას. დარტყმა კარში ფერნანდო ბული და კერესელიძე იჭერს ბურთს ხელებში. გორელების საჯარიმოში დარტყმა და 3-2 გორის დილა წინ გადის სრულყოფილი შემოbrunება გორელებისგან, ეგრეთ წოდებული კამბექი, რასაც ისინი ახერხებენ და ორ ბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ, რომელიც მათ პირველ ტაიმში ჰქონდათ, ახლა ამ მომენტისათვის მატჩის 77 წუთზე, 78-ზე გორელები უკვე იგებენ. მშვენიერი კომბინაცია გათამაშდა, რამდენიმე ფაზიანი, რამდენიმე სვლიანი და მერე გულშემატკივრებთან ერთად ზეიმით დასრულდა ის კომბინაცია, რომელიც გორელებმა წამოიწყეს. გორის დილა მიდის შეტევაში, კიდევ ერთი ეპიზოდი მარცხენა ფლანგიდან, ედუძი და აქ გადარჩა სამგურალი, იგივე პოზიციიდან, იგივე რითმით, იგივე მიმართულებით, იგივე ფეხბურთელით უტევდა გორის დილა. ჯეფერსონი შეცვალა ფლანგი, თუმცა დაუშვა შეცდომა და ამით კარგი შანსი მისცა გორის დილას სწრაფ კონჩეტევაზე წასვლისა. ბევრნი არიან ახლა ისინი, კონტე დარტყმა და აქ ალბათ დამთავრდა ყველაფერი. 4-2 ხდება 99 წუთზე ანგარიში. ჯერ მაინც ნუ ვიჩქარებთ, დამატებული წუთები წესით ბევრი იქნება და სამგურალს შანსი დარჩება, მაგრამ დიდი ალბათობით გორის დილამ მორიგი ზედიზედ მესამე სამი ქულისაკენ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
ეს გოლი ჯეფერსონს დაბრალდება სავარაუდოდ, იმიტომ რომ ასის შემდეგ, რომელიც არ იყო ზუსტი, უკვე მეორედ მოხდა იქ ფარულავას ხედავთ, რომ ზეიმობს თანაგუნდელებთან ერთად და ფარულავას გოლის ეპიზოდშიც ასე იყო. და ამ გოლის ეპიზოდშიც, როცა ესე საკუთარ ნახევარზე მოედნის ცენტრში დაკარგული ბურთის შემდეგ სამგურავმა გაუშვა გოლი. არტური ხორხელი მიიღო ბურთის აჯარიმოს მისადგომებთან, ისევ ხორხელი დარტყმა და აი ის რაზეც ვისაუბრე, ერთი ბურთი გაქვითა სამგურავმა ხორხელის დუბლი და დრო არის. არის საკმაო იმისათვის, რომ ანგარიში გაათანაბროს. სამგურავმა 3 წუთი მინიმუმ კიდევ წინ არის. ყოჩა ხორხელს დასწრებაზე იქ კარგად იმოქმედა.